მოგესალმებით მეგობრებო. მივესალმებ მთავრობის წარმომადგენლებს. ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. გმადლობთ. პირველი საკითხი არის ოქმი საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამუკა ბარათაშვილი წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით. სარატიფიკაციო წარმოგიდგენთ საქართველოს და სან-მარინოს შორის შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 2012 წლის 28 სექტემბერს ქალაქ ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ოქს. აღნიშნულ ოქს ხელი მოეწერა 2025 წლის 17 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს და სან-მარინოს ფინანსთა მინისტრების მიერ. წარმოდგენილი ცვლილებებით იხსნება შეზღუდვა, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთშეთანხმების პროცედურების დროს 3 წლიან ვადას და 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ შეუძლებელი ხდებოდა ურთიერთშეთანხმების პროცედურის დასრულება. არც ერთ სხვა ხელშეკრულებაში ასეთი შეზღუდვა მითითებული არ არის და პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მხარეების შეთანხმდნენ, რომ ასეთი ცვლილება შესულიყო ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებაში. 3 წლიანი შეზღუდვა აღარ იარსებებს ურთიერთშეთანხმების პროცედურების დროს. ეს გახლავთ შინაარსი გთხოვთ მხარდაჭერას. კი ბატონო, თუ არის კითხვები? ფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივი საკითხია, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ვინ არის მომხრე. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა ბატონო მამუკა. შემდეგი საკითხი ეს არის სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ეკატერინა გუნცაძე წარმოადგენს. მადლობა, მოგესალმებით. რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენთ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას ჩვეულებრივი ოპერაციები პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანდაბარი ხელმისაწვდომების შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. მიმდინარე წლის 13 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის ნომერ 1664 განკარგულების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 13 ოქტომბრის ნომერ 282 ბრძანების შესაბამისად 2025 წლის 3 ნოემბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას ჩვეულებრივი ოპერაციები პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომების შესახებ სტანდარტის შესაბამის წყალზე. პროგრამის ფარგლებში ბანკის მიერ გამოყოფილი იქნა ფინანსური რესურსი 200 მილიონი ევროს ოდენობით შედეგზე დაფუძნებული სესხის ინსტრუმენტით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში და გულისხმობს სპეციალურად შემუშავებული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში თანხის ჩამორიცხვას. სესხის მთლიანი თანხის ოდენობა გახლავთ 200 მილიონი евро, საპროცენტო განაკვეთის ტიპი არის ცვლადი, ევრიბორზე დაფუძნებული, ფიქსირებული მარჟა 0.8%-ის ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა გახლავთ 26 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 11.5 წელი, ვალდებულების გადასახადი ყოველწლიურად ჩამოსარიცხა უთვისებელ ნაწილზე 0.15%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში მოხდება 100-მდე ლოკაციაზე 150,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის წყლის სისტემების და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. პროექტის დასრულების თარიღი გახლავთ 2030 წლის 31 დეკემბერი. აღმასრულებელი უწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელი უწყება შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. მადლობა, კითხვები თუ არის? არ არის კითხვები, შესაბამისად ვაყენებ კენჭისხრაზე დღის წესრიგის მეორე საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა ქალბატონო ეკატერინე. შემდეგი საკითხი ეს არის ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლების და თანამშრომლობის შესახებ ბატონი გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე წარმოადგენს. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ ოქზე. აღნიშნულ ოქს ხელი მოეწერა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ანკარაში და ის მოიცავს მხარეებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებელ უწყებებად საქართველოს მთავრობის მხრიდან განისაზღვრა თავდაცვის სამინისტრო, ხოლო თურქული მხარის მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო. ორი მიმართულება არის ოქმის თანახმად მხარეებს შორის თანამშრომლობის. პირველი ეს ეხება სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას, საუბარი არის სამხედრო სამედიცინო პროგრამებზე და მეორე მხრივ მხარეთა სამხედრო, ასევე სამოქალაქო პერსონალის და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. რაც შეეხება დეტალურად უკვე მოხდება ყოველწლიურად გეგმის შეთანხმება მხარეებს შორის და ამის მიხედვით დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები.
მადლობა. კითხვები თუ არის? კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის და ანუ აქ არის წმინდა სამედიცინო ხასიათის სწავლება, ინფორმაციის გაცვლა, ამ კუთხით თანამშრომლობა თუ რაიმე ასე თქვათ სამედიცინო კუთხით მატერიალური მხარდაჭერა რაც შეიძლება იგულისხმებოდეს პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში აქ არის საუბარი მხოლოდ სამხედრო სწავლებებზე და აი ამ პროგრამებში გაცვლით მონაწილეობაზე და ასევე მკურნალობაზე, როგორც სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების, თავდაცვის სამინისტროს სისტემის და მათი ოჯახის წევრების. სწავლების ნაწილი მინდა უფრო ეს გაივლიან საქართველოშიც და თურქეთშიც ხო ჩვენი სამხედროები. დიახ, ეს გულისხმობს როგორც თურქეთში ჩვენი პერსონალის სამედიცინო მომსახურებას, ასევე პირიქით. თუმცა როგორც წესი, ჩვენ უფრო ვიყენებთ აი ამ მომსახურებას. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. ამ ტიპის თანამშრომლობის პრაქტიკა თუ არის გამოცდილებაში და სხვა რომ ქვეყანასთან მქონდა აქამდე ამ ტიპის თანამშრომლობა? დიახ, მოგახსენებთ, რაც შეეხება რა თქმა უნდა არსებობს კონკრეტული თანამშრომლობა, ოღონდ ეს არის სამხედრო ჰოსპიტალისა და კონკრეტული კლინიკების შორის მემორანდუმის საფუძველზე და ხდება წარგზავნა ჩვენი სამხედროების სამკურნალოდ ამის საჭიროების შემთხვევაში და ჩვენ ვფარავთ ამ ხარჯებს. ახლა მოხდა უკვე სახელმწიფოების შორის დონეზე ოფიციალურად აი ამ ოქმის ამ საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება, რის შედეგადაც კონკრეტული დეტალური გეგმების შესაბამისად მოხდება წარგზავნა ჩვენი სამხედროების მომსახურების, სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ასევე სასწავლო პროგრამები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევიძინოთ ის უნარჩვევები, რომ ადგილზეც მოხდეს შესაბამისი მომსახურების გაწევა. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქამდეც სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებთან, ასევე სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და ამ მხრივ ხდება როგორც მატერიალური დახმარება კონკრეტული აპარატურის მხრივ, ასევე ცოდნის გაზიარების მხრივ და ინტენსიურად მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებაზე ზოგადად თავდაცვის სისტემაში. მადლობა. სხვა კითხვები არ არის, შესაბამისად მესამე საკითხს ვაკენჭის ხეზე, ვინ არის მომხრე? მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებული. მეგობრებო, ერთი საკითხია, მინდა გაცნობოთ, რომ ოპოზიციურმა ფრაქციამ შემოიტანა წერილი გაერთიანებული კომიტეტის ჩატარების მოთხოვნით ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმოვართ, რომ ეს კომიტეტი ჩატარდეს. უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ, რომ დააზუსტოთ იმ წერილში არ იყო დაზუსტებული, ვის მოწვევას ითხოვთ და შესაბამისად ამ საკითხზე შეგვიძლია ჩვენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ამაზე შეგვიძლია ჩვენ შევხვდეთ და დეტალურად განვიხილოთ და შემდეგ უკვე დეკემბერში შევძლებთ, რომ ეს კომიტეტი ჩავატაროთ, იმიტომ რომ საინტერესოა და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. შესაბამისად აქედანვე გიდასტურებ ძალობას, რომ ამ კომიტეტს ჩავატარებთ, უბრალოდ შევთანხმდეთ მოდალობაზე, ვინ გინდა თქვენ რომ იყოს მოწვეული, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ მთავრობის წევრები იყვნენ მოწვეული, თორე ხა ჩვენ აქაც შეგვიძლია, ეხლა შეგვიძლია გამართოთ დისკუსია, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ეს საინტერესო იქნება. მადლობა ბატონო გრიგოლ, სხვა საკითხები თუ არ არის, კომიტეტის ხდომა დამთავრებულია.